როგორც წესი მიჩვეული ვართ ფუნქციებს, როგორც მაგალითად f(x) უდრის რაღაც x კვადრატს პლუს 3-ს, ან რაც f n-ი, ან შეიძლება სხვა რამე იყოს n-ი უდრის 3-ს მინუს 4 მესამედი გამრავლებული x-ზე, ასე შემდეგ. მნიშვნელობა აქვს. ასეთ რაღაცებს მიჩვეული ვართ, მაგრამ საინტერესო და განსხვავებული სახის ფუნქციები არის წყვეტილი ფუნქციები, ან უბან-უბან განმარტებული ფუნქციები. და ახლა მოდი აი ასეთი ფუნქცია განმარტოთ ჩვენ. ანუ გვაქვს ნახაზი, გვაქვს გრაფიკი უბან-უბან განმარტებული ფუნქციის და მინდა რომ ჩავწეროთ ეს ალგებრულად. ესე იგი, უნდა ავიღოთ რაღაც f(x) და განვსაზღვროთ რისი ტოლი არის ეს. ახლა ნახოთ. დაუკვირდეთ კარგად. ჯერ თავიდან შევხედოთ რა არის პირველი ინტერვალის განსაზღვრის არე და შემდეგ რა მნიშვნელობებს იღებს ამ განსაზღვრის არეზე. ახლა თუ დაუკვირდებით, აი ეს წერტილი არ შედის აი ამ ფუნქციის მნიშვნელობათა არეში, მაგრამ რადგან საჭიროა განსაზღვროთ ზღვარი რა არის, ამიტომ შესაბამისი წერტილი ავირჩიოთ, ესე იგი 9 შეესაბამება ამას და ვიტყვით, რომ 9-ზე მკაცრად მეტი უნდა იყოს x, იმიტომ რომ ფაქტი არის, რომ თვითონ 9 რომ ყოფილიყო, რაც იქნებოდა ამ ფუნქციის მნიშვნელობათა არე, ეგ არ შეესაბამება აი ამ ინტერვალს. ამიტომ რადგან აქ ცარიელი წერტილი, უბრალოდ 9-ზე მკაცრად მეტი გვექნება x. და მეორე ზღვარი აი ამ ინტერვალის არის -5. ესე იგი -9 -5. ოღონდ -5 ნამდვილად შევა -9 არ შევა, ასე წრესაც გავაკეთებ. -5 ნამდვილად შევა ამ განსაზღვრის არეში. ამიტომ პირველად შემიძლია დავწერო ესეთი რამე, რომ x-ი არის -9-ზე მკაცრად მეტი და ნაკლებიან ტოლი -5-ის. იმიტომ რომ აი აქ არის გაშავებული, კი არა და გამუქებული აი ეს წერტილი. მაგიტომ თქვი ესე დარწმუნებით, რომ -5 ნამდვილად შევა აი ამ განსაზღვრის არეში. და კი ბატონო, განსაზღვრის არე ამ ინტერვალზე არის -9-დან -5-ის ჩათვლით. მაგრამ მნიშვნელობა რა არის? ნუ ერთი მნიშვნელობა აქვს თუ დაუკვირდებით, მუდმივი მნიშვნელობა და ეს შეესაბამება -9-ს. ანუ გამოდის რომ -9 უდრის f(x)-ი -9-დან -5-მდე. კი ბატონო, როცა x-ი არის -9-დან -5-მდე. კარგი, ახლა გადავდივართ შემდეგ ინტერვალზე, რომელიც აი სადღაც ზემოთაა ამ მხტარი და როგორც ხედავთ, აი აქ უკვე არის ცარიელი წერტილი, იმიტომ რომ აქაც რომ სავსე წერტილი ყოფილიყო, სინამდვილეში ორი წერტილი გვექნებოდა 1x-ისთვის და ეს ფუნქცია აღარ გამოვიდოდა. ზუსტად ამიტომ არის რომ ერთ ინტერვალზე თუ შედის ეს წერტილი, მეორეში ვეღარ შევა. ახლა, ესე იგი -5-თან ვართ უკვე, ეგ ჩანს და მეორე ზღვარი აი ამ წერტილის, კი არა, ამ ინტერვალის არის -1. აი აქ. რადგან ცარიელი არის პირველი, ანუ მარცხენა საზღვარი ამ ინტერვალის, მნიშვნელობათა არის, ამიტომ ამ შემთხვევაში უკვე განსაზღვრის არეში აღარ შევა -5, ამიტომ -5-ზე მკაცრად მეტი იქნება აქ x-ი, მაგრამ რადგან გამუქებული არის მეორე ბოლო, ამიტომ -1 შედის, როგორც ჩანს, და ამიტომ ნაკლებიან ტოლი იქნება -1-ზე. და ამ შემთხვევაში მნიშვნელობა ფუნქციის არის 6. შეესაბამება 6-ს, აი თუ დავკვირდებით 6-ის ტოლი. ამიტომ 6-ს უდრის ფუნქცია, ეს ფერი რატო არის, არ ვიცი. 6-ს უდრის ფუნქციის მნიშვნელობა, როცა -5-დან -1-ის ჩათვლით არის x-ი. და ბოლო ნაწილი დაგვრჩა, როგორც ხედავთ, აღარ არის აი ეს წერტილი გაფერადებული, იმიტომ რომ -1-ის შესაბამისი უკვე ნაპოვნია და აღარ შეიძლება რომ კიდე ერთი გქონდეს ეგეთი. მაგრამ თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ -1-დან არის x-ი, მკაცრად მეტი -1-ზე და 9-ის ჩათვლით იქნება, ანუ ნაკლებიან ტოლია 9-ზე. ნაი, იმიტომ რომ გამუქებულია ეს. და ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არის -7. ანუ როცა x-ი არის -1-დან 9-ის ჩათვლით, მაშინ -7 არის ამ ფუნქციის მნიშვნელობა და ესე განვმარტავთ უბან-უბან განმარტებულ, უბან-უბან განსაზღვრულ ფუნქციას.